საჭირო ახალი ბაღების დამატება. Ამ კუთხით მერიასთან ერთად ჩვენ მუშაობთ და რამდენიმე ბაღი, რომელიც გაუქმებული იყო, მისი აღდგენა ხდება. ეს არის მაგალითად საუწყებო ბაღები, რკინიგზის რამდენიმე ბაღის გადმოცემა მიმდინარეობს ამ ეტაპზე და უკვე შემოდგომისათვის მოხდება ამ ბაღების დამატება. ასევე იმ ბაღებში, სადაც ფართი გვაძლევდა საშუალებას დაემატა ახალი ჯგუფები, დაემატა ასევე ბავშვთა რაოდენობა იმ ჯგუფებში, სადაც სივრცე აძლევს ბაღს საშუალებას უნდა დაემატოს. დაახლოებით 20-25,000 ბავშვი არის ზედმეტი, რომელსაც ვერ იტევს ჩვენი ბაღები. ჩვენ ბაღებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია იმან, რომ კერძო ბაღებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია სტანდარტი, როგორც სასწავლო სააღზრდელო პროცესში, ასევე კვების, ჰიგიენის, უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ რეალურად კერძო სექტორი ვერ გვიწევს კონკურენციას. ამას დაემატა გადასახადის გაუქმებაც და თითქმის ყველა ბაღში არსებული, ესე ვთქვათ, კონტინგენტი მთლიანად გადმომისამართა ჩვენს ბაღებზე. მესმის არის ობიექტური პრობლემები, არის სუბიექტური პრობლემებიც. მგონია რომ ამაზე ჩვენ გაცილებით რომ ადრე უნდა დაგვიწყოს შეძლება, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ წლის ბიუჯეტს, ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უნდა გათვალისწინებულიყო სწორედ მაშინ და თანხები უნდა ყოფილიყო გამოყოფილი საიმედო პრობლემა მოგვარებულიყო, მაგრამ ახლა არის ის რაც არის, ახლა ჩვენ პრაქტიკულად ფორს მაჟორულ სიტუაციაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. დღევანდელ დღესაც ჩვენ შეგვიძლია არის ის რომ კერძო ინდივიდუალური შემდგომლობების შედეგად იქნება რამენაირად რაღაცა ნაწილი, ასე ვთქვათ, აკმაყოფილდეს. რაც შეიძლება მომდევნო წელს ისევ რომ იგივე პრობლემის წინაშე არ დავდგეთ, მე მაქვს ინიციატივა რომ ჩვენ დავიწყოთ ახალი ბაღების მშენებლობის პროცესი. ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი, ითქვა რომ საერთო ჯამში ის ოდენობა ბაღებისა, რომელიც საჭიროა და რომელიც განუხდავს და დაასრულებს დედაქალაქში ამ პრობლემას, ამისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 70 მილიონი ლარი. მე პირადად ჩემი ფრაქცია ვართ თანახმად და მომხრე, ამისთვის ამოდენობით თანხა გამოიყოს, იმისთვის რომ ეს ელემენტარული პრობლემა ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დარეგისტრირების უბრალოდ არ არსებობდეს. ვითარება არ არის სახარბიელო, იმ გამოწვევები, რომელიც შეიძლება დადგეს სექტემბრისას და უკვე იჩინა ამ პრობლემმა თავი, არ არის მერია მზად ამისათვის. ჩვენ შევთავაზეთ სააგენტოს, რომ სასწრაფოდ აღრიცხოს ყველა საბავშვო ბაღები, რომლებიც შეიძლება დაექვემდებაროს აღდგენას და გახსნას. მათ შორის შეისწავლონ, რომ გაყიდულია თუ არა საბავშვო ბაღი, დევნილები არიან თუ არა შესახლებული, რა ვითარება, რამდენიმე მისამართი ჩვენ მათ უკვე მივაწოდეთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან სასწრაფოდ ამ დარჩენილ ვადაში სექტემბრამდე ჩვენ უნდა აღვადგინოთ რამდენიმე საბავშვო ბაღი დამატებით გავხსნათ. ამავე დროს ჩვენ უნდა მივცეთ პროგრამას საით დარეგისტრირების საშუალება ყველა მსურველს, რათა სურათი უფრო უნდა იყოს ნათელი, რა რაოდენობის ბავშვი გრჩება საბავშვო ბაღების მიღმა.